მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ ფსიქოლოგი ვახო ჯაფარიძე და ამ ვითარებაში, რომელშიც აღმოჩნდით, მინდა გაგიზიაროთ ერთი მეთოდი, რომელიც მოგცემთ საშუალებას თავიდან აიცილოთ ომის ფსიქოლოგიური ტრავმა. იმიტომ რომ ეხლა აი ამ დღეებში, როდის უკრაინაში ეს საშინელებები ხდება, ყველა ის ადამიანი, ვინც უშუალოდ მოყვა ასეთ პირობებში, ვინც ახლა იმყოფება ამ საშინელებებში, ყველა ის, ვინც გადაიტანა აგვისტოს ომი, აფხაზეთის მოვლენები, სამაჩაბლოს მოვლენები, თან საინტერესო ისე რომ არა აქვს მნიშვნელობა ამას ყველაფერს ტელევიზორში უყურებდა და ისე უსკდებოდა გული თუ უშუალო მონაწილე იყო ამ ამბების. ყველას გვაქვს ასეთ ამა თუ იმ ფორმით მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც შემდეგ შეიძლება გადაიზარდოს სხეულის დაავადებებში, პანიკურ შეტევებში, არაადეკვატურობის განვითარებაში და ასე შემდეგ. მე მინდა ვისწავლოთ აი ახლა საკუთარი თავის და სხვა ადამიანის დახმარება იმისთვის, რომ არ გადავიტანოთ რეტრაუმატიზაცია, იმიტომ რომ თუ ამ ამბებში ადრე მოყევი და ეხლა ამას ხედავ ტელევიზორში, ნუ გარდა იმისა, რომ ეხლა გახჩობს ბოღმა ელემენტარულად და ხდები ცუდად იმის გამო, რასაც ხედავ, ხო? გიჩდება შიში, გიჩდება ბრაზი, ყველაფერი ერთად. გარდა ამისა, ეს სურათი, რომელსაც ტელევიზორში ხედავ, გახსენებს აი იმ მოვლენებს და ასე ვთქვათ, ტრავმა ხდება ხუთმაგი ძალის. შესაბამისად, იმისთვის, რომ გასაგებია, რომ ამაში ყველაფერში, ასე ვთქვათ, გავლა გვიწევს, იმისთვის, რომ არ დავზიანდეთ, იმისთვის, რომ შორს მიმავალი ნეგატიური ეფექტები, დაავადებები არ გაგვიჩნდეს, ასე ვთქვათ, ფსიქიკაში და ნერვულ სისტემაში, მინდა გასწავლოთ ერთი მარტივი მეთოდი, როგორ შეიძლება დაეხმაროთ საკუთარ თავს და როგორ შეიძლება დაეხმაროთ სხვა ადამიანს, რომელიც გახდა ცუდად ყოველივე ამისგან. ძალიან მარტივი რაღაცა. სულ ორი მომენტი გვაქვს დასამახსოვრებელი. მაგალითად, ხვდებით, რომ ან ემოციურად, ან ფიზიკურად, ან მენტალურად ჩარჩა რაღაცა ეს სურათები ახალი ამბების ყურების მერე და ვერ გშორდება. ან ემოციურად გაჯანჯღარებს, ხო? ან სხეულში გაქვს ტრემორი დაწყებული, მაგალითად, ხო, კანკალი. ან სხეულის რაღაცა ნაწილები დაბუჟდა და ვერ გრძნობ, ან ტუალეტში დაიწყე უფრო ხშირად სიარული, მაგალითად, ან ძილი მოგეშალა საერთოდ, ან კოშმარებს ხედავ. ყველაფერი ეს არის შოკური ტრავმის სიმპტომები. შესაბამისად, იმისათვის, რომ ავიცილოთ ყოველივე ეს თავიდან, თუ ასეთი სიმპტომები გვახასიათებს, პირველი დახმარება, რომელიც შეგვიძლია საკუთარ თავს გაუწიოთ, არის ძალიან მარტივი. ესე იგი, ხელებს ვადებთ აი ეს ერთმანეთს, ხელის გულებს. ამ შემთხვევაში თითები არ არის მნიშვნელოვანი, კრიტიკული, აქ არის მნიშვნელოვანი ხელის გულები. და აი ესეთ მოძრაობებს ვაკეთებთ ხელის გულზე. გნებავთ წრიული მოძრაობები შეგვიძლია გავაკეთოთ, შეგვიძლია აი ესეთი მოძრაობები ვაკეთოთ, ხო? თავარია რომ ხელის გულები ერთმანეთს ეხებდეს და ეს არ უნდა იყოს, აი დაზელვას არ უნდა გავდეს. ესეთი მოფერებას უნდა გავდეს უფრო, ხო? და დავიმახსოვროთ 7-დან 10 წუთამდე. აი ამას ვაკეთებთ, თუ დაგვეუფლა ესეთი, ასე ვთქვათ, მურტალი მდგომარეობა, რო არ იცის რა გაიქცა იმ მომენტში და სკდები შიგნიდან. აი ამას ვაკეთებთ დაახლოებით 7 წუთი ან მეტი. ცოტა ხანში შეატყობთ, რომ სუნთქვაც აღდგა ნორმალურად, ასე ვთქვათ, და დაგიბრუნდათ ნორმალური საღი აზრის უნარი. იმ შემთხვევაში, თუ სხვა ადამიანს სჭირდება დახმარება, აიტანა პანიკამ და ვერ ეხმარება იმ მომენტში საკუთარ თავს, ხო, აი ემოციებმა შეიპყრო, ხო? ამ შემთხვევაში ვაკეთებთ რას? ესე იგი, დავიმახსოვროთ, ან აი ეს ადგილები, აი აქ, აი დაუждეთ ადამიანს პირდაპირ და შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ესეთი მოფერებითი მოძრაობები, აი ბებია რო ეფერება ხოლმე შვილიშვილს, ხო, აი დაახლოებით ესე, მხრებიდან იდაყვებისკენ, აი ესე, აქაც გვახსოვს 7-დან 10 წუთამდე, აი ამას ვაკეთებ და უბრალოდ ველაპარაკებით ადამიანს. აი მთავარია იმ მომენტში ველაპარაკოს. გვცემს პასუხს, ნორმალურს არ გვცემს პასუხს, აი 7 ტონით ველაპარაკებით და აი ამას ვაკეთებ. 7, 8, 9, 10 წუთში, ასე ვთქვათ, ადამიანი გამოვა ამ შოკური მდგომარეობიდან.
ნუ ალბათ აი ეს მომენტია, დავიმახსოვრეთ, ეს სხვა შორის საკუთარ თავზე შეგვიძლია, ან ეს მოძრაობები ვაკეთოთ, ან ეს მოძრაობები ვაკეთოთ, სულ ერთია. მაგრამ ეს არის ყველაზე მარტივი. ეხლა თუ მაგალითად ადამიან ხალხში ხარ რა და გწხვენია, ეს რაღაცების კეთება დაიწყო და ამან ხო არა დააპიპინაო, როგორ გითხრან. აი ესე ვადებთ ერთმანეთს ხელებს, აბსოლუტურად ნორმალური, ვთქვათ, მისაღები ჟესტია, სხვებს არ აღუძრავს არანაირ იდიოტურ შეკითხვებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ გჭირდებათ ესეთი დახმარება საკუთარი თავის, შეგიძლიათ ეს მეთოდი გამოიყენოთ თქვენთვის, სხვებისთვის. გთხოვთ, რომ აი ეს ვიდეო გავაზიაროთ მაქსიმალურად, მაქსიმალური რაოდენობის ადამიანებმა გაიგონ ესეთი მარტივი და ძალიან ძლავრი, ძალიან ქმედითი მეთოდი, რომელთაც შეიძლება დაეხმაროს საკუთარ თავს, პირველადი დახმარება აღმოუჩინო და ასეთივე დახმარება აღმოუჩინო შენს ახლობელს, ასე ვთქვათ, რომელიც შეიძლება ჩავარდა ასეთ ტრავმატულ ან შოკურ მდგომარეობაში, აი ამ ომის ამბებთან დაკავშირებით. გისურვებთ ძალას ამ სიტუაციაში, გამძლეობას, უკეთესის იმედს და რა ვიცი, ვიყოთ ერთად და ყველაფერს გავუძლებთ.